ბნელი მატერიის მომავალი უფრო ნათელი ჩანს. იმის მიუხედავად, რომ კვანტური მექანიკა პროგნოზირებს ვაკუუმში ნაწილაკების არაფრისგან გაჩენასა და გაქრობას. ნეგატიური ბნელი მასის სუპის მუდმივ წარმოქმნას ვერც იხსნის. როცა კოსმოსური ზონდი New Horizons-ი ჯუჯა პლანეტა პლუტონს გასცდა და მზის სისტემის ბნელ რეგიონს მიაღწია, მან რაღაც უჩვეულო დააფიქსირა. ვარსკვლავთშორისი სივრცე ძალიან მკრთალად კაშკაშებდა, რასაც კოსმოსური ოპტიკური ფონი ეწოდება. ის ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებული სხვადასხვა წყაროს სინათლის შედეგია, თუმცა დაფიქსირებული წიკაშკაშე მოსადოდნეზე ძლიერი იყო. ახალ კვლევაში მეცნიერები გვთავაზობენ ჰიპოთეზას, რომ ეს შესაძლოა ბნელი მატერიის გავლენით ხდებოდეს, ანუ მასთან ურთიერთქმედების თანმდები მეორეული პროდუქტი იყოს. ვარსკვლავების, გალაქტიკებისა და ჩვენ მიერ დანახული ყველა ობიექტის ერთად თავმოყრაზე პასუხისმგებელია ბნელი მატერია. დიდი ალბათობით ის არის მასიურ ნაწილაკთა გარკვეული სახე, რომელიც კარგად არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და შესაბამისად პრაქტიკულად უხილავია. მეორე მხრივ ბნელი ენერგია არის თეორეტიკული ფენომენი, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთსაწინააღმდეგო გრავიტაციულ ძალებზე, რაც ფართომასშტაბიან სტრუქტურებს გადაადგილებას აიძულებს და იწვევს სამყაროს გაფართოებას მუდამ მზარდი მაჩვენებლით. ამჟამად ეს ორი ფენომენი წარმოადგენს ჩვენს ხელთ არსებულ საუკეთესო ახსნას. სწორედ აქ შემოდის კოსმოსური ოპტიკური ფონი, რომლის შემჩნევაც სიმკრთალის გამო ასევე სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამისთვის New Horizons-ის ხელსაწყო ლორი საუკეთესოა, რადგან ის უფრო შორს წასულ ვოიაჯერების ინსტრუმენტებზე ბევრად მგრძნობიარეა. ზონდის მიერ დაფიქსირებული ზედმეტი სინათლე იმ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს ეკუთვნით, რომელთაც ვერ ვხედავთ. ახალი კვლევის ფარგლებში კი სპეციალისტებმა პოტენციურ წყაროდ ბნელი მატერია მოიაზრეს. იქნებ ჩვენი გალაქტიკის სივრცეში მაინც მოახერხოს ამ აპარატმა ბნელი მატერიის გამოჭედა. სანამ ასტრონომები აქტიურად მუშაობენ, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია კვლავ რჩება სამყაროს ყველაზე იდუმალებით მოსულ ძალებად.